არის მითი, რომ ვარიკოზული ვენების დროს არ უნდა ივარჯიშონ. აი, ეს არის აბსოლუტური პირიქით ვარჯიში არის ვარიკოზული ვენების მეგობარი. ვარიკოზი რა არის, როდესაც ფეხებში იწყება ძირითადად, ფეხებში სიმძიმის შეგრძნება, შესიება და ხანდახან ზოგჯერ გამომხატული ვენების გამოვარდნაც არის ხოლმე, ხო? ვარიკოზული დაავადებები ვენების დროს პირიქით ვარჯიში არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირიქით დგომა ერთ ადგილას არის ფაქტიურად მტერი ჩვენი. უნდა იყოს ყოველთვის ისეთი ვარჯიში, რომელიც მუდმივ მოძრაობაშია. აერობული ვარჯიშები არის ფანტასტიკური, იქ ცურვა, ჯოგინგის სირბილი, ლახტიც ძალიან კარგია სხვათა შორის. იოგა, პილატეს, ეგეც ძალიან კარგია. წონებით ვარჯიში ძალიან კარგი არის. უბრალოდ არ უნდა მოხდეს, აი მაგალითად, თუ წონებით გაზრდა და ძალისმიერი, ასე ვთქვათ, ძალის მომატება არის ჩვენი მიზანი, ვარიკოზული ვენების შემთხვევაში ეს მიზანი მე მგონი ცოტა უნდა გადავდოთ. ვარიკოზულ ვენებს არ უყვარს, როდესაც ხდება მაგალითად აბდომინალური წნევის გაზრდა. აბდომინალური წნევის გაზრდა ხდება, როდესაც სუნთქვის შეკავება ხდება. სუნთქვის შეკავება როდის ხდება? როდესაც ძალიან მძიმე წონას ვიღებ, ხო? აი მე პირველი ერთი შესუნთქვა ხდება. შეკავება, ჩავდივარ და ამოვდივარ და მე გამოვისუნთქავ. აი მაგალითად ესეთი ტიპის ვარჯიში ვარიკოზულ ვენებს არ უყვარს. ანუ მუდმივად აი აერობულ რეჟიმში სულ ცირკულაცია უნდა იყოს სუნთქავდი, ანუ რაღაც მომენტში არ უნდა იკავებდიან წვეთს და სუნთქოს. ჰიტი, ტაბატა, აერობული, ანუ აერობიკა ყველაფერი ნებისმიერ წონებით ვარჯიშიც კი მოსულა, უბრალოდ მეტი გამეორებები და შედარებით ესეთი 50-60% ჩვენი შესაძლებლობების.